ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ჩინური კომპანიების, მათ შორის Alibaba-ს, Baidu-სა და ავტომწარმოებელ BYD-სა და NIO-ს წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები დააწესა. უწყების განმარტებით, დასახელებული სუბიექტები ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აქტიურად ეხმარებიან და კავშირში არიან ჩინეთის მთავრობასთან. პენტაგონის შავი სია იმ კომპანიებს აერთიანებს, რომლებიც ჩინეთის თავდაცვის სექტორთან ან სახელმწიფო აქტივების, ზედამხედველობისა და ადმინისტრირების ორგანიზაციასთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან. როგორც ირკვევა, მიღებული დადგენილება პირდაპირ სანქციებს არ ითვალისწინებს, თუმცა მიმდინარე თვის ბოლოდან ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ჩამოთვლილ კომპანიებთან პირდაპირი კონტრაქტების გაფორმება სრულად აიკრძალება. ამასთან 2027 წლის ივნისიდან აიკრძალება მათი პროდუქციისა თუ მომსახურების მესამე პირების მეშვეობით შესყიდვაც. ექსპერტების შეფასებით, ეს ირიბი შეზღუდვები ამერიკულ ფირმებს, რომლებიც პენტაგონთან თანამშრომლობენ, ჩინური მომწოდებლების პროდუქციაზე უარის თქმას აიძულებს და ინსტიტუციურ ინვესტორებს მათი აქციების გაყიდვისკენ უბიძგებს. შვეიცარიულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში 27 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს. ეს ნაბიჯი უკავშირდება ვაშინგტონთან გაფორმებულ შეთანხმებას, რის საფუძველზეც შვეიცარიულმა მხარემ ქვეყანაში ფინანსური აქტივობის გაზრდის პირობა დადო. მსხვილ ინვესტორთა შორის არის ფარმაცევტული გიგანტი Novartis, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 პროექტის განხორციელება დაანონსა. მისი ეს გეგმები სან-დიეგოში ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრის, ტეხასში კი სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს. კაპიტალს აბანდებს კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია Roche, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში წარმოებას გააფართოებს. პარალელურად სატრანსპორტო ჯგუფმა MSC მაიამიში ჩრდილოეთ ამერიკის ახალი სათაო ოფისი დააფუძნა და ის საკრუიზო და ლოგისტიკურ ოპერაციებს მოემსახურება. ამერიკულ ბაზარზე საწარმოო სიმძლავრეებს ჩარხების მწარმოებელი Finner Group და ელექტრონიკის ფირმა Elma-ც გააფართოებენ. ბრიტანული ფარმაცევტული ჯგუფი GSK ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Novartis 10.6 მილიარდ დოლარად შესყიდვაზე შეთანხმდა, რაც ფილტვის კიბოს მკურნალობის მიმართულებით პორტფელის გაძლიერებას მიზნად ისახავს. მარეგულირებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით გათვალისწინებული გარიგება Novartis თითოეულ აქციას $124 აფასებს, რაც ბოლო სავაჭრო სესიის დახურვის ფასთან შედარებით 40%-იან პრემიას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Novartis წამყვანი აქტივი ფილტვის კიბოს სამკურნალო პრეპარატი Neladalkib ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განხილვის სტადიაში იმყოფება, რომლის საბოლოო ვადაც 27 ნოემბრით განისაზღვრა. ამასთან სააგენტო განიხილავს კომპანიის კიდევ ერთ განაცხადს ახალ მედიკამენტ Zidsamib-ზე, რომელიც არაწრვილ უჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. ხელოვნური ინტელექტის სექტორში მომუშავე სტარტაპი Perplexity საფონდო ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზებების განხორციელებას 2028 წლისთვის გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის არავინ სრინივასის განცხადებით, მიუხედავად ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და OpenAI Anthropic-ის IPO-ებისა და მათ მიერ მანამდე განსაზღვრული სტრატეგიული ვადები, უცვლელად რჩება და სტარტაპი ბირჟაზე თავისი განრიგით გავა. არავინ სრინივასის შეფასებით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი SpaceX-ის IPO იქნება მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება საჯარო ბაზარზე სხვა გიგანტების გასვლა. უნდა აღინიშნოს, რომ Perplexity-ის პროდუქტი სხვადასხვა კომპანიების მოდელებს ეფუძნება და მისი ალგორითმი კონკრეტული დავალების შესასრულებლად საუკეთესო და ფინანსურად ხელსაყრელ ვარიანტს დამოუკიდებლად ირჩევს. ამ მიდგომით Perplexity კონკურენტებისგან გამოირჩევა, თუმცა ის გაცილებით ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე Gemini, ChatGPT ან Claude. თეთრმა სახლმა დიდ ბრიტანეთს მოუწოდა არ დააწესოს სოციალური მედიის აკრძალვა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და განაცხადა, რომ ასეთი შეზღუდვები ამერიკულ ტექნოლოგიურ ფირმებს არაპროპორციულ ტვირთად დააწובה. ონლაინ უსაფრთხოების საკითხს და ბრიტანეთის მთავრობის კონსულტაციებისთვის წარდგენილ დოკუმენტში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ბავშვებისთვის ონლაინ ზიანის მიყენების აღმოსაფრთხოოდ დაწესებული უნივერსალური სამთავრობო შეზღუდვებისა და უხეში მარეგულირებელი ინსტრუმენტების წინააღმდეგ გამოვიდა. ლონდონში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ასაკობრივი ბარიერების დაწესება არ იმუშავებს. ამის ნაცვლად ტრამპის ადმინისტრაციამ მოუწოდა დიდ ბრიტანეთს მშობლებს შვილების კონფიდენციალურობის პარამეტრებისა და ანგარიშების კონტროლის სამართავად მძლავრი ინსტრუმენტები მიაწოდოს. ასევე პლატფორმისგან ჯანსაღი ონლაინ გამოცდილების უზრუნველყოფა მოითხოვოს ნაცვლად სრული აკრძალვებისა. თეთრმა სახლმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ისეთ საკანონმდებლო და მარეგულირებელ გზას ადგენენ, რომელიც მიზანში ამერიკულ ტექნოლოგიურ ფირმებს იღებს.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შიდა გამოთვლითი სიმძლავრეების გაზრდის მიზნით ახალი გეგმა წარადგინა. არსებული ინფორმაციით, დასახელებული ინიციატივა ითვალისწინებს 1.57 მილიარდი დოლარის მოცულობის იმ ინვესტიციას, რომელიც ეროვნული სუპერკომპიუტერის შექმნასა და ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერას მოხმარდება. კონკრეტულად 530 მილიონი დოლარი სპეციალიზებული ჩიპების შესაძენად იქნება გამოყოფილი, საიდანაც 150 მილიონ დოლარს ადგილობრივი ტექნოლოგიური ფირმები მიიღებენ. როგორც ირკვევა, ინვესტიცია რეალურ შედეგს 2030 წლისთვის გამოიღებს, როცა ბრიტანეთის მთავრობა $1 მილიარდად შეფასებულ სუპერკომპიუტერს ექსპლუატაციაში ჩაუშვებს. ფრანგულმა ტელეკომუნიკაციების გიგანტმა Orange-მა ესპანეთის ბაზრის წამყვანი მობილური ოპერატორი კომპანია MES Orange $4.25 მილიარდად შეიძინა. არსებული ინფორმაციით, Orange-მა ესპანურ ფირმაში თავისი პარტნიორის Lorca-ს 50%-იანი წილი გამოისყიდა და ერთპიროვნული მფლობელი გახდა. ცნობისთვის, წლების განმავლობაში ფრანგული გიგანტი MES Orange-ის მეორე ნახევარს აკონტროლებდა. აღსანიშნავია, რომ ამ ტრანზაქციის დამადასტურებელი სავალდებულო ხელშეკრულება მხარეებმა გასული წლის 12 დეკემბერს გააფორმეს, თუმცა კომპანიას ყველა რომ არეგულირებელი ნებართვის მიღებისთვის ნახევარი წელი დასჭირდება. როგორც Orange-ში აცხადებენ, MES Orange-ის შესყიდვა მიზნად ესპანეთის ბაზარზე კომპანიის პოზიციების გაძლიერებას ისახავს. ფრანგული ტელეკომუნიკაციების გიგანტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეს ნაბიჯი სტრატეგიული გეგმის ნაწილია და ის კომპანიას დასავლეთ ევროპის მთავარ სატელეკომუნიკაციო გიგანტად გარდაქმნაში დაეხმარება.